საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოგზაურობა მინისტრის შთაგონების წყაროდ იქცა. შტაბეჭდილებებითა და დადებითი ემოციებით დახუნძლული პროექტზე მუშაობას შეუდგა. ინიციატივა განხორციელებული იყო კონკურსი მომავლის მწერალი, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს გამოავლენდა და საზოგადოებას გააცნობდა, წარმატებული აღმოჩნდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გუშინ მომავლის მწერლები გამოავლინა. გახსოვთ ალბათ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სიტყვები, რომ შეიძლება ყოველ ბავშვი არის მოცარტი, მაგრამ მას უნდა თავისი პირობები და აღმომჩენელი. ასე რომ შეიძლება ჩვენს რომელიღაც სოფელში ბავშვი დარბის მოცარტი, მაგრამ ვერავინ ვერ აღმოაჩინა. და ამიტომაც არა მარტო ამ მიმართულებით მწერლობის, არამედ კიდევ სხვებს, მუსიკოსებს, სახალხო მთქმელებს, მე ვნახე ბავშვები, რომლებიც ბაბუას ლექსებს იმეორებდნენ. და ეს რა კარგი ტრადიციაა ჩვენთან. გავადრო თუ ჩვენ ხელი არ შევაშველეთ ამას, შეიძლება ეს დაივიწყოს კიდეც მთამ და არ უნდა დაუშვათ ეგ ჩვენ კულტურა მხარში უნდა მოუდგეს მთას განსაკუთრებით და ნებისმიერ რა თქმა უნდა ადგილს საქართველოში, მაგრამ იქ განსაკუთრებით ვნახე ამის საჭიროება. კულტურაზე წვდომა უნდა ქონდეს ყველას. დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ქედას, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 200-მდე მე-10, მე-11 და მე-12 კლასელმა კონკრეტულ სათაურებზე პროზაული ნაწარმოებები შექმნეს, რომლებიც 3 წევრისგან დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის მუშაობა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო 1000-თა სხვადასხვაობა, ყავდა საკუთარი ფავორიტებიც, მაგრამ მივედით კონსენსუსამდე, რომლის მიხედვით ყველა ყურადსაღები ტექსტი გამოვარჩიეთ, სტილით გამორჩეული, იდეით გამორჩეული და ასე შემდეგ. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დღეს ისეთი დღეა, როდესაც აღარ არის საჭირო საუბარი, ვინ შევიდა ათეულში, ვინ გავიდა პირველ 3 ადგილზე. ყველა ეს ბავშვი არის მომავლის მწერლის სტატუსის მატარებელი და მინდა რომ მიულოთ სიყვარულს. კონკურსის წესების თანახმად 200-მდე მონაწილიდან 7 ფინალისტი გამოვლინდა. დასკვნით ღონისძიებაზე კი 3 გამარჯვებული დასახელდა, თუმცა არც ერთი ფინალისტი ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა. ძალიან სახალხო იყო სამუშაო პროცესი, იმიტომ რომ როგორც მეგობრები, ისე იყვნენ ჩვენთან ეს თავში მდგომი ადამიანები და რა ვიცი, მე მომეწონა, ბავშვებიც ძალიან მეგობრულები იყვნენ და ზოგიერთ ჩემ მეგობართან ერთადაც გავედი. სათაური იყო ასეთი, თავიდან ბოლომდე მოგონილი ამბავი. და მე უცბად თავში ეს რაღაც მომივიდა, ჩემი თავი და მამა ჩემი ავიყვანე პერსონაჟებად და ასე შემოვიყვანე სხვა პერსონაჟები. ძალიან მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე ამ პროექტში და მესამე ადგილზე რო გავედი, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება და ასე შემიძლია ვთქვა, რომ პირველი წარმატებაა ჩემთვის, რადგან ასეთ პროექტებს ძალიან იშვიათად ვიღებ ხოლმე მონაწილეობას და ამიტომაც რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი ნაბიჯია. ფინალისტებს ფულად ჯილდოებთან ერთად დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. პროექტში გამარჯვებულ ავტორთა ნაწარმოებები კი ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდება.